დრეგი ჩემ ცხოვრებაში არსებობდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ბავშვობიდან რაც ძალიან სოუსტრის ის ხაპრები, რომლითაც გავიზარდე, ის ამბები, ისტორიები, რამაც მე წარმოსახვის უნარი განავრცოდა, ძალიან დამეხმარა, რომ ჩემი თავი და ჩემი არტისტულობა მეპოვა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ვარ ბიოქიმიკოსი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაინც კრეატივის შენარჩუნება. ყველას გვაქვს ტელევიზორი და ყველა ვიცით თეატრი. დრეგი არ არის რაღაცა ახალი. ჩემი ასაკის ხალხი ყველა თავის მშობლებთან ერთად იჯდა და უყურებდა კომედი შოუში და ყველა ძალიან ბევრს ვიცინოდა და ძალიან გვიხაროდა, ესეც არის გაკეთებული ჰეტეროსექსუალი კაცის მიერ, რომელსაც ყავს ცოლიშვილი და ის იცვამს პარიკს და იცვამს კაბას და გამოდის. ყველა ამაზე ვიცინით, როდესაც ეს არის გაკეთებული იმისთვის, რომ პრაქტიკულად დავცინოთ ქალებს, ან ქალების სტერეოტიპებს, ყველას რაღაცა გვიხარია. როდესაც ეს ხდება queer ხალხის მიერ, queer ხალხისთვის და იმისთვის კი არა რომ დავცინოთ, იმისთვის რომ რაღაცა ქალები, queer-ები რო ცოტა წამოვწიოთ. მაშინ ეს პრობლემაა და ძალიან არასწორი მიდგომაა ჩემი აზრით. უნდა იყო make-up artist-ი, hair stylist-ი, ქორეოგრაფი, დირიჟორი, უნდა გესმოდეს მუსიკა, თეატრი, სცენა, განათება და ეს ყველაფერი ზოგადად არის სხვადასხვა პროფესია და უნდა იყო მსახიობი. ეს არის ანუ ნომერ პირველი. ყველაზე ძნელი ის არის, რომ შენ უნდა იყოს შენი თავის სპონსორი. ანუ ყველაფერი გამოდის შენი საკუთარი ჯიბიდან და თუ ჯიბეში არაფერი არ გიდევს, ამას ქვია, რომ მეტი დრო უნდა დაუთმო იმას, რომ ჯიბეში რამე გედოს, რომ მე ამაში დახარჯო. ძალიან დიდი ასპექტი არის ქართულ დრეგში და ქართულ queer community-ში, სიყვარული და ერთობა. ის რომ აი რაღაც დონეზე და ძალიან მაღალ დონეზე ჩვენთვის community არის, რომ აი რაღაცა თბილი საბანივით, ფრანკფურტში რაც გადავედი, ძალიან ძნელია უცებ აი ამ თბილი საბნის სიტუაციიდან ეს რომ უცებ გეცლება და აი არაფერი რო აღარ გფარავს, გონია რომ შიშველი ხარ, გონია რომ არავინ არ ყავს, ადამიანი არის, მოსიარულე ისტორია, ცოცხალი ამბავი, რომელიც მინდა რომ გავიგო, რომელიღაც აი ისევე როგორც წიგნები არის, რომ რაღაც წიგნი უფრო გაინტერესებს და გინდა რომ წაიკითხო და რაღაც წიგნი არის, რომ არ გაინტერესებს და მოდი ამას არ წავიკითხავ, ჩემთვის ეგ არის ადამიანი, გენდერული კუთხით ჩემი თავის გაგება, მოკვლევა მაინც და მაინც საინტერესო არასდროს არ ყოფილა, იმიტომ რომ გაცილებით უფრო მეტი რამე საინტერესო ხდება ჩემ ცხოვრებაში. ერთი წლის მერე ძალიან დიდი მონატრებით დატვირთული რომ ჩამოვედი, ძალიან მიხაროდა ისევ იმ ქუჩებზე გამოსვლა, სადაც ერთად ვიდექით და ერთად ვერთობოდით, ერთად ბევრი კარგი დრო გვაქვს გატარებული, ერთად ბევრი კარგი მოგონება გვაკავშირებს. ის რომ ამდენი ვართ, ასე ძლიერად ვდგავართ მაინც და პირავს სივრცე ვართ, ხმამაღლები, შეუდრეკლად როცა ვდგავართ, აი აქ არის ძალა, აქ არის სიყვარული და ამას შეგვიძლია ვიტყოდოთ, რომ არის community.